მე მინდა გამოვიხმაურო მომხდარ ინციდენტს ბათუმში, რომელიც ეხებოდა გერმანიის ელჩს და მის მეუღლეს, რომელსაც მიაყენეს ორივეს შეურაცხყოფა. ეს მიმაჩნია, რომ არის უფრო შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ქვეყანა, რომელმაც მიიღო გერმანიისგან უდიდესი დახმარება ამ 30 წლის მანძილზე, ყველა მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მართლობაში, საქართველოში, ქართულ ოცნებაში, თითქმის ყველამ გაიარეს გერმანული უნივერსიტეტები და იქიდან მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც მხარი დაგვიჭირა და რომელიც როლი იყო გადამწყვეტი იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად და ჩვენ ინტეგრაციის პროცესში გერმანიის გარეშე არ არსებობს ინტეგრაციის პროცესი. ასე რომ მე მინდა ჩემი მხრივ და ამაში მინდა გავაერთიანო ასევე პლატფორმა, წინააღმდეგობის პლატფორმა, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა ბატონ ელჩისთვის და მის მეუღლესთვის. ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, ეს მეგობრები გვეხმარებიან და მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების სწორედ მხარს უჭერს, აფასებს და თვითონაც მითხრა ელჩმა დღეს რო შევხვდი, მითხრა რომ ადგილზე იმ დროს, როცა ვიღაცა ლანძღავდა მათ, იყვნენ ძალიან ბევრი ადამიანები, უბრალო ადამიანები, საზოგადოების წარმომადგენლები იქ, რომელმაც ამოიღეს ხმა და პირიქით გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და პატივისცემა ელჩის და მის მეუღლის მიმართ. მე მინდა მას პირადად დიდი მადლობა უთხრა.